საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელის ზეპირ განხილვას იწყებს. მოქალაქეები ფარული მოსმენების ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს მიერ კომუნიკაციების მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობების ქონას ასაჩივრებენ. არაკონსტიტუციურად მიაჩნიათ სააგენტოსათვის ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის უფლება-მოსილება. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადაო ნორმები იმავე შინაარსის ნორმებს შეიცავს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად. ამიტომ სადაო ნორმების არცებიდან განხილვის გარეშე ბათილად ცნობას ითხოვენ. მოსარჩელეები ფარული მეთვალყურეობის უფლება-მოსილების გაუქმებას ითხოვენ, რის უფლებაც ამჟამად საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს გააჩნია. ამ ორგანოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტებით რეგულირდება მის მიერ ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების წესი. მანამდე ასეთი შესაძლებლობა ამ ორგანოს არ ქონია. 2017 წლის 22 მარტს მიღებული საკანონმდებლო პაკეტით აღნიშნულ ორგანოზე გაძლიერდა გარე კონტროლის მექანიზმები. აღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას თამამად, რომ საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 22 მარტს მიღებული საკანონმდებლო პაკეტით სრულად შეასრულა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება. ეს სააგენტო, რომელიც შეიქმნა, იგივეა შინაარსობრივად და იურიდიულად, როგორიც იყო ადრე დეპარტამენტი. როგორც დეპარტამენტი იყო სუბორდინაციულ ჯაჭვში, ისეთივეა ამ შემთხვევაში ეს სააგენტო. სუსის ხელმძღვანელს აქვს სრულიად იმის უფლება, როგორც ყველა აქტი შეუცვალოს, ასევე ბრძანებები მისცეს.